1911 წლის 21 აგვისტოს ხელოვნების ისტორიაში ყველაზე იდუმალი და შოკის მომგვრელი ქურდობა მოხდა. მოიპარეს ლეონარდო და ვინჩის შედევრი ჯოკონდა. ყველაზე ცნობილი ნახატი კაცობრიობის ისტორიაში, მაგრამ ისიც თუ არა იმ კაცის ისტორია, რომელმაც ეს სრულიად დაუჯერებელი სითავხედე ჩაიდინა. და სხვათა შორის მისი დამსახურებაცაა, რომ ჯოკონდა ასეთი ცნობილია. პირდაპირ ახლა მოგიყვებით ვინჩენცო პერუჯის გასაოცარ თავგადასავალს. უცნაურად მოგეჩვენებათ, მაგრამ მონა ლიზა ლეგენდარულ ნახატად მხოლოდ ერთი საუკუნის წინ იქცა. ყველა, ვინც ლუვრში ნამყოფი ხართ, გეხსოვებათ აჟიოტაჟი იმ დარბაზში, რომელშიც ჯოკონდაა გამოფენილი. ათასობით ადამიანი ლამობს წინ მდგომის მხრით ზემოდან როგორმე შეავლოს თვალი ამ პატარა ზომის ფერმფრთალ ნამუშევარს, რომელსაც ყველაფერთან ერთად ტყვია გაუნტარი შუშაც აქვს აფარებული. არა და სულ რაღაც საუკუნის წინ ჯოკონდა უბრალოდ ეკიდა კედელზე მუზეუმის სხვა ექსპონატებს შორის და რენესანსის ეპოქის მხატვრობის მცოდნეთა გარდა არავის გამორჩეულ ყურადღებას არც იპყრობდა. მეტიც, როდესაც 1911 წლის 22 აგვისტოს ნახატის გაქრობა შენიშნეს, განგაშიც არავის აუტეხავს და ქურდობის შესახებ პოლიციას მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ აცნობეს. პირველი, ვინც ჯოკონდას გაუჩინარება შენიშნა, ლუვრის არა თანამშრომელი, არამედ დამთვალიერებელი მხატვარი ლუი ბერუდი იყო. კედელზე, რომელზეც ბოლო 5 წლის განმავლობაში უცნაური ღიმილის მქონე ქალის პორტრეტი ეკიდა, მხატვარს მხოლოდ 4 ცალი ლურსმანი დახვდა. როგორც რესპუბლიკის შეგნებულმა და პასუხისმგებლიანმა მოქალაქემ, ლუი ბერუდმა ლუვრის თანამშრომელს აცნობა, რომ ჯოკონდა თავის ადგილას აღარ ეკიდა. თანამშრომელს წარმოდგენა არ ჰქონდა სად გაქრა ნახატი და ზედმეტად თავი რომ არ ემტვრია, ივარაუდა, რომ ჯოკონდა ალბათ ადმინისტრაციის თანხმობით გაიტანეს სარეკლამო სააგენტოს ფოტოგადაღებისთვის. ასე გავიდა რამდენიმე საათი და როდესაც მოსაღამოვდა და სრულიად აშკარა შეიქნა, რომ ნახატის დაბრუნებას არავინ აპირებდა, მხოლოდ მაშინ გაიაზრეს ლუვრის თანამშრომლებმა, რომ და ვინჩის შედევრი მოპარული იყო. გამოიძახეს პოლიციამ, ლუვრი დაკეტეს და გამოძიება დაიწყო. ლუვრის ის თანამშრომლები, რომლებიც ექსპოზიციაზე იყვნენ პასუხისმგებლები, დაკითხეს. პოლიციამ ქურდობასთან მათი კავშირი ვერ დაადგინა, თუმცა ლუვრის ადმინისტრაციამ ისინი სამსახურეობრივი გულგრილობისთვის გაათავისუფლა. გამოძიებას პარიზის საუკეთესო ინსპექტორები ჩაუდგნენ სათავეში და ეს გამოძიება მთელი 24 თვე გაგრძელდა. პირველ რიგში ქურდს იმ სფეროს წარმომადგენელთა შორის ეძებდნენ, ვისაც ხელოვნებასთან პირდაპირი შეხება და ჯოკონდას რეალურ ღირებულებაზე ნათელი წარმოდგენა ჰქონდა. ასე და ამგვარად, გამოძიებამ ახალგაზრდა პაბლო პიკასოც კი დაკითხა, რომელიც საჯაროდ გამოხატავდა აღფრთოვანებას და ვინჩის ნახატით. დაკითხეს პოეტი გიომ აპოლინერიც, რომელსაც ცოტახნით გისოსებს მიღმაც კი მოუწია ჯდომა. მთელი 2 წლის განმავლობაში, სანამ გამოძიება კუს ნაბიჯებითაც კი არ მიიწევდა წინ, ჯოკონდას მოპარვის იდუმალი ისტორია გაზეთების გვერდებიდან არ ჩამოდიოდა. ამ მხრივ განსაკუთრებით დედაქალაქური გამოცემა ლეპეცი პარიზიენი აქტიურობდა, რომელიც მთელი 1 თვის განმავლობაში თავის პირველ გვერდს ჯოკონდას ფოტოთი ამკობდა. შესაბამისად, ყოველდღიურად ნახატის პოპულარულობა იზრდებოდა და სულ მალე საფრანგეთში აღარავინ დარჩა, ვისაც ლუვრში ხმაურიან ქურდობაზე არაფერი სმენოდა. და რადგან გამოძიება ერთ ადგილს ტკეპნიდა და ჟურნალისტებსაც უშუალოდ ქურდობის თაობაზე საწერი მასალა მალევე შემოელიათ, მათ უკვე ჯოკონდას მხატვრულ ღირებულებაზე განაგრძეს წერა და ხელოვნების საკითხებში ნამდვილ ექსპერტებად იქცნენ. გაზეთებმა უკვე და ვინჩის ფუნჯის მოსმის ტექნიკაზეც და უკანა ფონზე ჩრდილების თამაშზეც კი დაიწყეს წერა და ისეთ დეტალებზეც იქამდე მხოლოდ მხატვრებს და რესტავრატორებს რომ ჰქონდათ წარმოდგენა. ცხადია, განიხილავდნენ ქალის იდუმალ ღიმილსას, გამოთქვამდნენ ყველა შესაძლო ვარაუდს და ამ განხილვებში მთელი საფრანგეთი ჩაერთო. ჯოკონდას გარშემო ატეხილმა ამ აჟიოტაჟმა ააფეთქა ინტერესი ხელოვნების ისტორიისადმი და შესაბამის კურსებს უკვე რიგითი მოქალაქეებით დიდი სიამოვნებით ესწრებოდნენ. ბომონდში კი კარგ ტონად ითვლებოდა მონა ლიზას ბედზე წუხილი და მისი გაუჩინარების ვერსიებზე სალონური საუბრები. ერთადერთი მოვლენა, რომელმაც ჯოკონდას გაუჩინარების გადაფარვა შეძლო, 1912 წელს ტიტანიკის ჩაძირვა გახდა. საუკეთესო ფრანგი გამომძიებლები და უარება კერძო დეტექტივი უძლური აღმოჩნდა და შეეგუა იმასაც, რომ ჯოკონდა სამუდამოდ დაიკარგა. ნახატი თავად რომ არ გამოჩენილიყო. სურათის გატაცებიდან 2 წლის თავზე ფლორენციის უფიცის სამხატვრო გალერეის დირექტორის სახელზე ვინმე ვინჩენცო პერუჯის გაგზავნილი წერილი მივიდა.
მოკლე გზავნილში პერუჯი დირექტორს ატყობინებდა, რომ და ვინჩის ნახატი მასთან ინახებოდა და მცირე გასამრჯელოს სანაცვლოდ მზად იყო ჯოკონდა მისი ჭეშმარიტი მფლობელისთვის, იტალიელი ხალხისთვის დაებრუნებინა. დირექტორმა ცხადია წერილი პოლიციას გადასცა და პერუჯი დაუყოვნებლივ დააპატიმრეს. პირველივე დაკითხვაზე მან დეტალურად აღწერა, როგორ მოახერხა ასეთი თავხედური ქურდობა. 30 წლის პერუჯი ლუვრის დეკორატორი იყო და 1911 წლის 21 აგვისტოს ნახატი თავისივე სამუშაო ხალათში გახვეული გაიტანა. მას ყურადღება არავინ მიაქცია. თქვენ ახლა ხედავთ ზუსტ სქემას, რომლითაც პერუჯიმ ქურდობა ჩაიდინა. პოლიციის თავდაპირველი ვერსიით ლუვრის ყოფილი თანამშრომელი კვირას 20 აგვისტოს მუზეუმში დაიმალა. მან იცოდა, რომ მეორე დღეს ლუვრი დამთვალიერებლებისთვის დაკეტილი იქნებოდა. თავად პერუჯიმ კი ჩვენებაში თქვა, რომ ის ლუვრში უკვე 21 აგვისტოს ორშაბათს დილის 7 საათზე შევიდა იმ შესასვლელით, რომელსაც მუზეუმის თანამშრომლები იყენებდნენ. მას თეთრი უნიფორმა ეცვა, რომელსაც ასევე თანამშრომლები ატარებდნენ. ლუვრის დიდ გალერეაში, სადაც ჯოკონდა იყო გამოფენილი, მან ნახატი სამაგრიდან ჩამოხსნა, უახლოეს სამსახურეობრივ კიბის უჯრედში გაიტანა და ნახატი ჩარჩოდან ამოიღო. ამის მერე მან ნახატი თავის ხალათში გაახვია და ლუვრი დატოვა. მომდევნო 2 წლის განმავლობაში ნახატი პერუჯის ოთახში, საწოლის ქვეშ, სკივში ინახებოდა. დაკითხვისას იტალიელი ამტკიცებდა, რომ და ვინჩის შედევრი მხოლოდ და მხოლოდ წმინდა პატრიოტული მოსაზრებით მოიპარა, რომ მისი ერთადერთი მიზანი ჯოკონდას სამშობლოში დაბრუნება იყო, საიდანაც თავის დროზე ის ნაპოლეონმა გაიტანა. თუმცა ქურდის ეს არგუმენტი მაინც და მაინც დამაჯერებლად არ ჟღერდა. პირველი, ტყუილია თითქოს ჯოკონდა იტალიიდან ნაპოლეონმა გაიტანა. ნახატი თავად და ვინჩიმ წაიღო, როდესაც ფლორენცია დატოვა და საფრანგეთში გადაბარგდა. საფრანგეთის სამეფო კოლექციაში კი ნახატი მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ მოხვდა. და ის ფაქტი, რომ მონა ლიზა მართლა ამშვენებდა ნაპოლეონის რეზიდენციას ტიულერის სასახლეში, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ნაპოლეონმა ის იტალიიდან თავად წაიღო. და მეორე გამოძიებამ აღმოაჩინა პერუჯის თავის ნათესავებისთვის გაგზავნილი წერილი, რომელშიც კაცი წერილის ადრესაც ამაყად ეუბნებოდა, რომ მალე ყველა პერუჯი გამდიდრდებოდა. სასამართლომ ვინჩენცო პერუჯი არ გაამართლა, თუმცა მკაცრადაც არ დაუსჯია. ხმაურიანი ქურდობის პატრიოტული ვერსია ერთდროულად მოსწონდათ ხელისუფლებასაც და რიგით მოქალაქეებსაც. გაითვალისწინეს ისიც, რომ პერუჯიმ შესაძლოა არც იცოდა, როგორ მოხვდა მონა ლიზა საფრანგეთში. ასეა თუ ისე, მოსამართლე დადებითად განეწყო ინტელიგენტური იერის მამაკაცისადმი, რომელსაც ძალიან უყვარდა სამშობლო. შედეგად, ვინჩენცო პერუჯის სასაცილო ვადით პატიმრობა შეეფარდა 1 წელი და 15 დღე, რომელთაგან პერუჯიმ ციხეში მხოლოდ 7 თვე დაჰყო. მონა ლიზას გამტაცებელი პატრიოტის სახელი მთელ იტალიაში ქუხდა. ციხიდან ის უკვე ძალიან ცნობილ ადამიანად გამოვიდა. შემდეგ პირველ მსოფლიო ომში იბრძოდა, ტყვედაც ჩავარდა. ომიდან დაბრუნების მერე დაოჯახდა და რა გონიათ, ისევ პარიზში დასახლდა, სადაც დეკორატორად მუშაობდა და კლიენტებისგან მოსვენება არ ჰქონდა. პერუჯი 1925 წელს 44 წლის ასაკში გარდაიცვალა და საფრანგეთშია დაკრძალული. თავად მონა ლიზაზე კი კატაცების ფაქტმა ზღაპრულად იმოქმედა. საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ ნახატის სამოგზაურო ტურში გაამგზავრეს. შემოატარეს არაერთი ევროპული დედაქალაქი. ჯოკონდას ყველგან აღფრთოვანებით ეგებებოდნენ. მოგზაურობის დასრულების შემდეგ კი ჯოკონდა ლუვრში დაბრუნდა. ოღონდ არა როგორც ერთ-ერთ ექსპონატად, არამედ უკვე როგორც ლუვრის ნამდვილ და შეუდარებელ მარგალიტად.